მოგესალმებით, რადიო ჩემი ხმა კვლავ ეთერშია. გადაცემით ჰორიზონტს მიღმა გიბრუნდებით უკვე ახალი ფორმატით მესამე გადაცემა არის ამ პარასკევს და მე მისი წამყვანი ესმა გუმბერიძე ვარ. შვიდობა ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური თემა გახდა ჩვენს რეგიონში, მათ შორის მიმდინარე მოვლენების გამო, თუმცა ის ყოველთვის აქტუალურია. გაეროს მდგრადი განვითარების მე-16 მიზანი, ყოველთვის ვამბობ ამას, როცა ხვდები ხოლმე სხვადასხვა ახალგაზრდებს, რომ ეს არ არის მარტო ის, რომ აც ომები მოვაგვაროთ და შევწყვიტოთ, ეს არის ჩვენ ერთმანეთს ყოველდღიურობაში, როგორ ვეპყრობით და როგორ ვექცევით ისე, რომ არ მივიყვანოთ საქმე დიდ კონფლიქტებამდე, ბულინგამდე, დაცინვამდე, ძალადობამდე, ჩაგვრამდე და ასე შემდეგ. სხვადასხვა ფორმის დისკრიმინაციამდე და უთანასწორო მოპყრობამდე. სწორედ ამიტომ დღეს ვისაუბრებთ ისეთ საინტერესო ინიციატივაზე, მე-16 ელემენტი არის ეს ინიციატივა, ასე ქვია. სამშვიდობო საინიციატივო ჯგუფი არის ახალგაზრდების და დღეს მისი რამდენიმე წევრი დამფუძნებელი არის ჩვენთან სტუმრად. ესენი არიან რუსტან ეფაძე, ვახონ ოღაიდელი და გიორგი რიჟვაძე. გამარჯობა კიდევ ერთხელ, მადლობა დღეს რომ გამონახეთ დრო ამ ჩვენს გადაცემაში ჩართვისთვის. რუსკა, მოდი შენგან დავიწყებ. მოკლედ რო გვითხრა ინიციატივა რას აკეთებს ეს საინიციატივო ჯგუფი და როდის შეიქმნა და რატომ? მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა ესმა, ესეც შესაძლებლობა რომ მოგვეცით და მოგვიწვიე. ჩვენი ორგანიზაცია საინიციატივო ჯგუფი მე-16 ელემენტი შეიქმნა ერთი ტრენინგის ფარგლებში, მოკლედ ნაციონალიზმის და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის ეგიდით გასული ვიყავით ტრენინგზე და აქ შევხვდა ერთმანეთს დაახლოებით 13-14 ადამიანი, სრულად განსხვავებულები, მაგრამ რომელთაც ჰქონდათ ერთი მიზანი, რომ და ერთი არჩევანი, რომ მშვიდობა არის საჭირო და ცვლილებები არის საჭირო. შემდგომში ჩვენი საინიციატივო ჯგუფის წევრებმა არ დაუკარგეთ ამ ტრენინგის დასრულების შემდეგ ერთმანეთი და გავაღრმავეთ თანამშრომლობა. საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, რომ დავაარსეთ ესეთი პლატფორმა მე-16 ელემენტი, ბლოგი, სადაც ძალიან ხშირად ვათავსებთ ისეთი შინაარსის კონტენტს, რომელიც ვთქვით, რომ მნიშვნელოვანი არის ჩვენი ყოველდღიურობისათვის, ისედაც რომ მშვიდობაზე ვიფიქროთ და კონფლიქტი მხოლოდ ერთი რაკურსით არ დავინახოთ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ბევრი ელემენტისგან შემდგარი პროცესი. ჩვენ ძირითადად ორიენტირებულები ვართ ახალგაზრდებზე, ფოკუსი გვაქვს ახალგაზრდებზე აღებული და შესაბამისად ეს შინაარსობრივად ეს მასალა რასაც გვეყოლათ, ძირითადად არის მოკლე, მაგრამ ძალიან მარტივად გასაგები, მაგრამ ძალიან საინტერესო. ვთვლით, რომ ეს ახალგაზრდებისთვის არის საინტერესო. პრინციპში ბლოგის ჩამოყალიბების იდეა მოვიდა იქიდან, რომ ვიფიქრეთ ბევრი რა შეიძლებოდა რომ გაგვეკეთებინა იმასთან დაკავშირებით, რომ მიმზიდველი ყოფილიყო ახალგაზრდებისაც, ნუ არა მარტო ახალგაზრდებისაც, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ძირითადი ფოკუსი ისევ ახალგაზრდებზე ჰქონდა და მივედით ზუსტად ამ პლატფორმის გაკეთების იდეამდე. თვითონ კონტენტს, როდესაც ვარჩევთ, ვცდილობთ, რომ დაუშვათ არ იყოს ისეთი მომაბეზრებელი, იმიტომ რომ თანამედროვე საზოგადოება არ არის ისეთი დავრცელ მასალაზე ორიენტირებული. ეს არის მოკლე, შინაარსობრივად ძალიან მარტივად გასაგები ამბები, რომლებიც რაღაც გარკვეულ ინფორმაციას აძლევს საზოგადოებას და ჩვენ ვცდილობთ არა მხოლოდ წარსულის გადააზრებაზე, არამედ მიმდინარე მოვლენებზე გავამახვილოთ ყურადღება და შესაბამისად აქცენტი, რასაც ვაკეთებთ, არ არის გამაღიზიანებელი. ეს მესიჯები, რასაც ვაგზავნით, ჩვენ არის მაქსიმალურად ნეიტრალური, დაცლილი ყოველგვარი აგრესიისგან და შესაბამისად ვთვლი, რომ ძალიან კარგი პროგრესი გვაქვს ამ მომენტის ელემენტში. ეს პლატფორმა არის ძირითადად მაინც თავიდან იყო ქართულ აფხაზურ და ქართულ ოსურ მეტნაკლებად კონფლიქტებზე ორიენტირებული, რომლებიც ჩვენთვის ყველაზე ახლოს არის
ზოგადად ქართული მხარისთვის, ასე ვთქვათ და აი რო გითხრა რა არის ეს საზოგადოების ნარატივი ამ თემებთან დაკავშირებით და რა არის რის შეცვლაც აი ზუსტად საზოგადოებრივ ცნობიერებაში ეს ჩვენი პლატფორმა ცდილობს და რა სტერეოტიპები არსებობს თუნდაც აი დევნილების მიმართ, თუნდაც დევნილი ახალგაზრდების მიმართ და რეალურად რა რეალობაში გიწევთ ცხოვრება. ძალიან კარგი არის ეს, მაგრამ შეკითხვა დასვი, იმიტომ რომ რეალურად ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მოვლენა, რაც მე თვითონ როგორც იძულებით გადაადგილებულ პირს, ეს არასწორი სტერეოტიპული მიდგომები, რომელიც არსებობს საზოგადოებაში და მუსირებს, ესე რომ ვთქვათ, თაობიდან თაობამდე, არის ზუსტად იმას დამყარებული, რომ არ არიან ინფორმირებული, საზოგადოება სრულად არ არის ინფორმირებული იმაზე, ვინ არიან დევნილები, როგორ მოხდა კონფლიქტი, რატომ მოხდა კონფლიქტი, სამ ამ საკითხებს შესწავლას სიღრმისეულად არ დაიწყებთ, მანამდე შეიძლება გაგონილი გქონდეთ, რომ კონფლიქტი იყო და ერთი კონკრეტული მიმართულებით იყუროთ და თქვათ, რომ მარტო სხვა მხარე არის დამნაშავე და ქართველები აგელოზები ვიყავით, მაგრამ როდესაც ამ კონფლიქტის განხილვას ყველა მხრიდან იწყებ, უკვე სხვანაირად ხედავ მოვლენებს. იძულებით გადაადგილებულ პირადად მე დავწერე ბოლო დროს ერთი ბლოგი, სადაც განხილული მქონდა ის სტერეოტიპული მიდგომები, რომელიც საზოგადოებაში არსებობს, მათ შორის ეს კონკრეტულად ვიტყვი, რომ ეს არის რაღაც არარეალური დახმარებების შესახებ ძალიან ბევრი ანუ რომ გადახედოთ ზოგადად სოციალურ ქსელებს, როდესაც ხდება რაღაც კონკრეტული ინფორმაციის მიწოდება საზოგადოების, რომელიც ეხება დევნილებს, იქ ყოველთვის ახსენებენ, რომ დევნილები იღებენ არარეალურად დახმარებებს, რომ სახელმწიფოს მუდმივად თანადგომას უცხადებს დევნილებს და ასე შემდეგ. და ძალიან ბევრჯერ მომხვედრია თვალში ის, რომ დაუშვათ 27 წელი წამოვიდნენ და თავი ვერ დაიმკვიდრეს და ასე შემდეგ და ჩემ ქვეყანაში მე თუ ვარ დევნილი და ესენი არ არიან დევნილები. ეს არის არასწორი მიდგომა. ზუსტად ამაზე აქცენტის გაკეთებით კონკრეტული მონაცემების მოცემით ძალიან მარტივი გახდა იმის საზოგადოების ინფორმირება იმის, რომ დევნილები არ არიან იმ უზარმაზარი დახმარების მიღებები, როგორც საზოგადოებას გონია, რომ არიან და ზუსტად მსგავსი მეთოდებით შეგვიძლია ის საზოგადოება, რომელიც ვერ იცლის, არ უნდა ურჩევნიარო სტერეოტიპულად იაზრონოს, მოკლე ბლოგებით, რომ ინფორმირება მოახდინოს ასეთი ადამიანების, მიდგომების და ნეგატიური მიმართულებების, რაც საზოგადოებაში არსებობს, თუნდაც მოწყვლადი კატეგორიის, რომელსაც დევნილები ვქოთ, ძალიან მარტივად შეიძლება აღმოჩნდეს. ეს არ მოხდება 1 და 2 დღის განმავლობაში, მაგრამ თქვენი ორგანიზაცია ზუსტად იმით მუშაობს, რომ საზოგადოება გარდაქმნას უკეთესობისკენ. და გამოცდილებით რუსკაი, განსაკუთრებით საინტერესო არის ახალგაზრდა იძულებით გადაადგილებული პირების პერსპექტივა და გამოცდილებები, იმიტომ რომ ესეთი სტერეოტიპიც არსებობს, რომ ახალგაზრდებს რაღა აწუხებთ, რომლებიც უკვე გაიზარდნენ აფხაზეთს გარეთ და ანუ ეს ომი არ გამოუვლიათ და თვითონ არ განუცდიათ ის თქვათ დანაკარგის ანუ თავისი სახლიდან გამოსვლა და ასე შემდეგ. აი ესე ძალიან საინტერესოა ახალგაზრდებზე როგორ აისახება ეს სტატუსი დევნილობის და იძულებით გადაადგილებული კი ბატონო, მაგაზეც ვისაუბროთ, ანუ ახალგაზრდებისთვის მარტივი გადასალახი არ არის დევნილობა, როგორც ესეთი რთული სტატუსი არის რო ატარო, იმიტომ რომ გიწევს დაუშვათ 5 მაგად 10 მაგად თავის არ დაზოგვით მაქსიმალურად მუშაობა, იმისთვის რომ დაუმტკიცო საზოგადოებას, რომ შენ ხარ ღირსი, რომ ამ საზოგადოების წევრი იყო. ეს პირადად ჩემ თავზე მაქვს გამოცილი და ძალიან ბევრი წლის განმავლობაში თუ დაუშვათ შანსი მქონდა რომ მეხსენებინა რომ მე ჩემი სტატუსზე არ გამემახვილებინა ყურადღება, ამას არ ვაკეთებდი, იმიტომ რომ ძალიან ცუდი არის ამის თქვა რომ იწევს, მაგრამ დევნილობა დღემდე არის რაღაცა სტიგმის მომენტი, იმიტომ რომ როდესაც ახსენებ რომ დევნილი ხარ, შემხვედრი კითხვა მოგმოსდევს და სადუსტებად მართლა დევნილი ხარ. და ამ ბავშვებს დევნილთა შემდეგ თაობას 90-იანებში დაიბადა და შემდგომ უწევს გარკვეული
როგორც ახსენებს, სტიგმის ქვეშ ცხოვრება და საკუთარი თავის ესე რომ ვთქვა, დამკვიდრებისთვის მეტი ბრძოლა ვიდრე სხვა დანარჩენს. ამ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ ოჯახები, სადაც ეს ბავშვები იზრდებიან, უმეტესობა იზრდება ერთი კონკრეტული ნარატივის ქვეშ, ნოსტალგიის ქვეშ, მუდმივად არიან ორიენტირებული წარსულზე და ძალიან უჭირთ თავის დამკვიდრება იმ მიმართულებით, რომ ორ სამყაროს შორის ლავირებენ ის, რაც იყო, რაც აფხაზეთში დარჩა და ის რაც შემდგომ მოხდა, და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ აფხაზეთიდან დევნილების უმეტესობა ბავშვებისთვის ეკონომიკური პრობლემები არ არის უცხო და ასევე სხვა სახის პრობლემები, ის რასაც თავაზობ დაუშვათ ოჯახი, წარსული, რომელიც უნაკლო იყო და ძალიან უზრუნველყოფილი იყო, იქიდან გამოსვლა უკვე ძალიან დიდ დაესხმევასთან არის დაკავშირებული. და ზუსტად ამიტომაც არის ორმაგი წნეხის ქვეშ ვითარდებიან ეს ახალგაზრდები, მაგრამ ის რასაც მე ვხედავ, ფართულობა, ის აქტიურობა, ის წარსულის გადააზრება და სხვადასხვა ნარატივების ერთად შეკრება და ერთ კონკრეტულზე კი არა, ყველა მიმართულებით გახედავს, ეს ბავშვები აკეთებენ აფხაზეთიდან დევნილებს გულისხმობ, ძალიან იმედის მომცემი არის და ეს პროცესები, რასაც სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ ტრენინგებში ძალიან აქტიურად ვხედავ ამ ადამიანებს, ამ ახალგაზრდებს და მგონი იმედის მომცემი არის, რომ ისინი ამ პროცესებში აქტიურად ერთვებიან. ძალიან საინტერესოა ზუსტად ეს იდენტობის საკითხი, ოჯახში შექმნილი გარემოს საკითხი, რომ ტრავმა რაღაც მხრივ მემკვიდრეობითაც გადმოდის, იმიტომ რომ როდესაც ხედავ ხოშენ გარშემო ადამიანებს, რომლებიც მაგალითად ნოსტალგიით არიან შეპყრობილი და იზრდები ამაში, ძალიან რთული არის, რომ ეს რაღაცნაირად შეძაც არ გადმოვიდეს და მით უმეტეს, როდესაც გარკვეული სტიგმა გარედანაც სულ შემოდის, რაც თანასკოლელების თუ თანატოლების მხრიდან კომენტარები, რაღაცა აგდებული დამოკიდებულება ზოგ შემთხვევაში, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჯამში ქმნის დამატებით ბარიერებს და სტიგმას. მოდი უკვე ჩვენ ინიციატივის აქტივობებზე, რომ უფრო მეტი გავიგოთ, გიორგის მინდა ვკითხო რიჟვაძეს. რას აკეთებს ზოგადად ინიციატივა, ბლოგების კონტენტი უფრო ფართოდ რომ მიმოვიხილოთ და ასევე სხვა ღონისძიებები კიდევ. მადლობა ესმა პირველ რიგში მოწმევისთვის და მივესალმებით თქვენს მსმენელს და მაყურებელს. ჩვენი ესე ვთქვათ მასალები, რასაც ვანთავსებთ, პირველ რიგში სახელწოდებიდან მინდა დავიწყო, როგორც რუსკამ ახსენა, ეს არის გრადი განვითარების მიზნიდან ერთ-ერთი, რომელიც მიზნად ისახავს მშვიდობიან, სამართლიან და ინკლუზიური გარემოს დამკვიდრებას, ხოლო ჩვენი მიზანია, რომ აი ამ თემების ირგვლივ გავზარდოთ ადამიანების ცნობიერება და მივაწოდოთ ინფორმაცია, ასევე ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ხოლმე აი კონფლიქტების თემაზე და არა მარტო კონფლიქტების, იმიტომ რომ კონფლიქტებს შემდგომს ახლავს ცხოვრების გაგრძელება, ამიტომ კონფლიქტების შემდგომ ცხოვრებაზეც ესე ვთქვათ, თუ როგორ არიან ეს ადამიანები, როგორ ცხოვრობენ, როგორ მიდის მათი ყოველდღიური ცხოვრება, აი ამ თემებზე ვწერთ. ასევე გვაქვს ხოლმე ადამიანური ისტორიები და ესე ვთქვათ, ესე უფრო კარგად მიდის და კარგად აღიქვამენ ადამიანები ერთი ინდივიდუალური ადამიანის ისტორიაზე, იმ რეალობას, რაც მოყვება ხოლმე კონფლიქტებს. სწორედ ამიტომ ჩვენ გვაქვს ერთი ბლოგების ნაწილი, რომელიც ვახსენეთ, სადაც არის კონფლიქტების თემაზე საუბარი, სადაც მოისმენთ განათლებაზე, კულტურაზე და დაუშვათ იგივე საზოგადოებრივ თემაზე და პრობლემებზე თქვენ ბლოგებს. ამის გარდა, ვისაც სურს თავადაც შეუძლია რომ წაიკითხოს და დაწეროს ბლოგი ჩვენთან, ყველასთვის არის ესე ვთქვათ კარი ღია და ეს ვინც ბლოგებს წერს ხოლმე არიან ჩვენი გუნდის წევრები, ძირითადად ძალიან განსხვავებული წარსულით, ძალიან განსხვავებული მოსაზრებებით და ესე ვთქვათ მრავალფეროვანი ჯგუფი შევიკარით, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვინც ახლა გვისმენს და გვიყურებს, შეუძლია რომ შემოვიდეს ჩვენს გვერდზე, მოგწეროს და თავადაც განათავსოს ბლოგი იქნება ეს თუ სხვა სახის
ესე ვთქვათ, კონტენტი. ამის გარდა, ბლოგების გარდა ჩვენ გვაქვს ვიდეო მასალები, მაგალითად ინტერვიუები სხვადასხვა ადამიანებთან, თუნდაც გვქონდა ერთ-ერთი ინტერვიუ მუზეუმში, როდესაც ვიყავით ჩვენ ერგნეტში, იქ ადგილობრივი მუზეუმის დირექტორი ჩავწერეთ და ასე შემდეგ. ამის გარდა გვაქვს აფხაზური მედიის მონიტორინგი და საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას თუ რა საკითხები განიხილება აფხაზურ მედიაში, რას წერენ და ზოგადად რა არის აქტუალური თემები. ამის გარდა ბოლო დროინდელი კონფლიქტები ახსენე, შენ როდესაც დაიწყე საუბარი და კავკასიაში ესე ვთქვათ პრობლემური გარემოა კონფლიქტების თვალსაზრისით, სწორედ ამიტომ ჩვენ შევქმნით Facebook ჩარჩო, რომლითაც მოუწოდებდით ყველა ადამიანს, რომ ესე ვთქვათ, მშვიდობა ყოფილიყო კავკასიაში და სხვათა შორის საკმაო ატკაცებაც მოყვა აი ამ ჩარჩოს და ბევრმა ადამიანმა დააყენა და შევუერთა ჩვენ სამშვიდობო ინიციატივას. ამის გარდა გვაქვს ჩვენ Facebook-ზე ყოველდღიური, ესე ვთქვათ, მშვიდობის გზავნილები, სადაც ცნობილი ადამიანების გამონათქვამებს ვაქვეყნებთ და მათ მესიჯებს, ესე ვთქვათ, ვაჟღერებთ და ამის გარდა ჩავატარეთ კვლევა, რომლის შესახებაც მგონია, რომ შემდგომში ვახო უფრო დეტალურად გესაუბრებათ თქვენ. კი, კვლევაზე და მედია მონიტორინგზეც უფრო დეტალურად აუცილებლად ვისაუბრებთ. აქვე საინტერესო არის, გიორგი, რა გამოხმაურება მოდის საზოგადოებისგან, რა პასუხი, რა კომენტარები იწერება, დადებითი, უარყოფითი? როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ კონფლიქტების გარდა დევნილების პრობლემებზეც მუშაობთ და საკმაოდ ამაღელვებელია ხოლმე დევნილებისთვის სხვების ისტორიების მოსმენა, იმიტომ რომ ეს ადამიანები ზუსტად იმ ისტორიებს ისმენენ, რაც თავს გადახდათ მათ და აი მაგალითად რუსკამრა ბლოგიც დაწერა, წეღარაც ახსენა, სხვებისთვისაც ესე ვთქვათ, ძალიან ცნობილი და ყოფითი იყო და ყველას გონია, რომ აი ის ადამიანი რაღაც თავის ისტორიას ყვება იმდენად საერთოა, თუმცა რაღაც სხვადასხვა რამით განსხვავებული და როდესაც ჩვენ ამ ესე ვთქვათ ბლოგებს ვაზიარებთ ხოლმე, რა თქმა უნდა განსხვავებული კომენტარები მოყვება ხოლმე, მაგრამ ძირითადად არის რომ ადამიანები იხსენებენ და ახსოვთ ის კონფლიქტის ესე ვთქვათ ცუდი ნაწილი, ან რაღაცნაირი შეგრძნებები, რომლებიც დაკავშირებულია თუნდაც აფხაზეთთან, თუნდაც ოსეთთან, თუნდაც სხვა ტიპის რაღაც გამოწვევებთან, რომელიც კონფლიქტებზე და კონფლიქტების შემდეგ ცხოვრებაზე არის გამოწვეული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი თავის გამოცდილებებს წერენ ან თავის გამოცდილებებს უკავშირებენ, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ კარგია ნაწარმოები. ნაწარმოები მაშინ არის კარგი, როდესაც მკითხველს უჩენს სურვილს, რომ თავის ცხოვრებაში მოიძიოს მსგავსი სიტუაცია და ან გააზიაროს, ან თავისთვის მაინც დაფიქრდეს მის ცხოვრებაში თუ იყო მსგავსი მომენტი თუნდაც. აი კრიტიკაზე მინდა კითხო, თუ არის რაიმე კრიტიკა და რა შინაარსიც არის? კრიტიკა არის ხოლმე და ძირითადად აგრესიული კრიტიკაა, თუმცა მე მაინც ესე ვთქვათ იშვიათად ვაწყდები ისეთ კომენტარებს, აი კრიტიკის ნაწილში, რომელიც ესე ვთქვათ ძალიან გაანალიზებულად გვთავაზობ თავიანთ პოზიციას, თუმცა ესე ვთქვათ ორი რადიკალური რეალობას ვიღებთ ხოლმე, ერთი როდესაც ადამიანები თავიანთ რეალობას იგებენ და რაღაცნაირად უკავშირებენ აი ამ ბლოგებს, მეორეა როდესაც არის ესე ვთქვათ კრიტიკის ნაწილში დაუსაბუთებელი ჩემი მოსაზრებით რა თქმა უნდა და აგრესიული ესე ვთქვათ შეძახილები ძირითადად, თუმცა არის ხოლმე რომ ადამიანებს ეცვლებათ პოზიციები და როდესაც ჩვენ რამდენიმე ვიდეო გამოვაქვეყნეთ ან ბლოგი იყო ხოლმე შემთხვევა რომ აი ამის შესახებ საერთოდ არ ვიცოდი, რაც ჩვენ მიზანიც ეს არის რომ რაღაცნაირად ინფორმირებულება და დისკუსია გავზარდოთ აი ამ თემების მიმართ და ყველაზე მეტად მე რაც მომწონს ხოლმე არის ის რომ აი ამ კრიტიკულ მასას, რომელიც
საერთოდ არ არის დაინტერესებული ან აქამდე არ ქონდა დეტალური ინფორმაცია, მათშიც დაწყებული იყო დისკუსია და ჩვენ აი ამ ბლოგების და ესე ვთქვათ სოციალური ქსელის გარდა გვაქვს ასევე დისკუსიები, რომ სხვადასხვა ადგილას გასვლითი დისკუსიები და არა მხოლოდ და ან როდესაც ვიკრიბებით ხოლმე სხვადასხვა თემებზე ვსჯელობთ და ეს ჩვენს გვეხმარება იმაში, რომ გავიაზროთ თუ როგორ უნდა მივაწოდოთ სხვა ადამიანებს აი ამ კონფლიქტების შესახებ და ყველაზე მეტად აი რაც მინდა ვახსენო, რომ მიხარია, როდესაც იცვლება ადამიანების დამოკიდებულებები და ჩვენ ამაში გვაქვს რაღაცნაირი პოზიტიური როლი. კი, ზუსტად მივედით და ადამიანის დამოკიდებულებამდე და საინტერესო არის ხო თავიდან ადრე რა გქონდა და შემდეგ რა გვექნება სამომავლოდ ცვლილებას ხომ ასე ვზომავთ და აქ უკვე ვახოსთან გადავალ ამ კითხვით კვლევაზე თუ შეგიძლია რომ უფრო მეტი გითხრა რომელიც მე-16 ელემენტმა ჩაატარა. დიახ, ესმა მივესალმებით ჩვენს მსმენელს და მაყურებელს. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ გამომდინარე იქიდან, რომ კონფლიქტის ტრანსფორმაცია ზოგადად მოითხოვს და აუცილებელი არის როგორც ერთი, ისე მეორე საზოგადოების მაცხოვრებლების განწყობების, დამოკიდებულებების გადააზრებას, აღქმების გაანალიზებას. ჩვენ ამ მიმართულებით გადავწყვიტეთ ორი ესე რომ ვთქვათ პროექტი გაგვეხორციელებინა. პირველი ეს არის რაც უკვე გიორგი აღნიშნა, Media Digest, რაც გულისხმობს ფაქტობრივად დაახლოებით 5 აფხაზური მედია საშუალების მონიტორინგს გარკვეული მიმართულებებით ეს არის დაუშვათ სოციალური, კულტურული, ეკონომიკური მიმართულებით, რაც საშუალებას გვაძლევს მიღებული ინფორმაციის თემატური დადგუფებით, გარკვეული ესე რომ ვთქვათ ტენდენციები გამოვკვეთოთ, რაც აფხაზურ საზოგადოებაში არის, თუ რა სურთ მათ, როგორ ვითარდებიან ის განწყობები და დამოკიდებულებები, რაც მათ ზოგადად და ასევე კონკრეტულად ჩვენთან ესე რომ ვთქვათ მიმართებით აქვს. რაც შეეხება მეორე მხარეს, ანუ ქართულ საზოგადოებას, ამ მიმართულებით გადავწყვიტეთ, რომ კვლევა ესე ვთქვათ გაგვეხორციელებინა და იმისათვის, რათა გაგვეგო ესე ვთქვათ ამ გარკვეულწილად აღქმები, დამოკიდებულებები, განწყობები ქართულ ახალგაზრდებში, ჩვენი სამიზნე ესე ვთქვათ აუდიტორია იყო სწორედ 18-დან 29 წლამდე ქართველი ახალგაზრდები და მიზანი სწორედ ეს იყო ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შესახებ ქართველი ახალგაზრდების აზრის კვლევა. ნუ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ რატომ მხოლოდ ქართულ-აფხაზური ეს არ არის ჩვენ ესე ვთქვათ წმინდა სუბიექტური დამოკიდებულების გამოძახილი, უბრალოდ იქიდან გამომდინარე, რომ თავისთავად კვლევა ძალიან ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი ტექნიკურ ადამიანურ შრომით დროით რესურსს მოითხოვს. ამ ეტაპზე ესე ვთქვათ კონცენტრირდით მხოლოდ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაზე და რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ ქართულ-აფხაზური ურთიერთობა ჩვენი ინიციატივისთვის ვთქვათ ნაკლებად მნიშვნელოვანია. კვლევას რაც შეეხება, ესე ვთქვათ, დავიწყოთ იქიდან, რომ 1990-იანი წლებში ესე ვთქვათ საქართველოში განვითარებული ეს ეთნო-პოლიტიკური კონფლიქტები დღემდე ესე რომ ვთქვათ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საქართველოსთვის და რაც უფრო მეტი დრო გადის ფაქტია რომ უფრო მეტად ღრმავდება ესე რომ ვთქვათ დისტანცია აი ამ ორ საზოგადოებას შორის ქართულ და აფხაზურ საზოგადოებას შორის თუნდაც ქართულ და ოსურ საზოგადოებებს შორის ჩვენ მიგვაჩნია რომ და არა მხოლოდ ჩვენ ახალგაზრდების როლი კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში და კონფლიქტების ტრანსფორმაცია აუცილებელი არის იმისათვის რომ ურთიერთობები ასე ვთქვათ გარკვეულწილად აღდგეს ტრანსფორმაციის პროცესში ახალგაზრდების როლი არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამის გამოძახილი არის ასევე ტრანსნაციონალურ დონეზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მხრიდან 2015 წელს მიღებული რეზოლუცია 2250 რომელიც სწორედ ახალგაზრდების როლზე და მნიშვნელობაზე მიუთითებს კონფლიქტების პრევენციის პროცესში და წევრ სახელმწიფოებს საბჭომ ფაქტობრივად მოუწოდებს რომ მაქსიმალურად უზრუნველყონ კონფლიქტების ტრანსფორმაციისას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა ერთი მხრივ და მეორე მხრივ მათი ინიციატივების გათვალისწინება და შესაბამისად ჩვენი კვლევის მიზანიც იყო გამოგვეკეთა ქართულ ახალგაზრდებში რა განწყობები და დამოკიდებულებები არის ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მიმართ ერთი მხრივ მეორე მხრივ რა ცოდნა და ცნობიერება აქვთ მათ შეუძლიათ თუ არა ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ამ მოსემული კონფლიქტის ტრანსფორმაციის
პროცესში და მეორე მხრივ როგორ ესახებათ მათ ამ კონფლიქტის გადაჭრის გზები, როგორ ხედავენ ისინი კონფლიქტის ტრანსფორმაციას და ამ მხრივ მინდა გითხრათ ძალიან საინტერესო ესე ვთქვათ შედეგები გამოიკვეთა, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ სულ მალე იგეგმება ჩვენი კვლევის პრეზენტაცია და კვლევის სრული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება აუცილებლად როგორც ჩვენს გვერდზე, ასევე Facebook-ის სოციალურ გვერდზეც და ჩვენი მსმენელი მაყურებელი გაიცნობა მას. წინასწარ ვიტყვი, რომ საკმაოდ მეტ შემთხვევაში სრულიად ჯანსაღი, პრაგმატული ესე ვთქვათ მოსაზრებები აქვს ჩვენს ახალგაზრდებს. ისინი კონფლიქტის ტრანსფორმაციას ისევ სახალხო დიპლომატიაში ხედავენ ახალგაზრდების ჩართულობით ოღონდ და ჩვენს ინიციატივასაც მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდების ხედვა ახლებურად გააზრება კონფლიქტის კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმისათვის რომ ეს გაყინული ურთიერთობა გარკვეულწილად დაიძრას და რეალური და ეფექტიანი შედეგი დაიდოს. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ რომ სახელმწიფომ აქტიურად უნდა იმუშაოს ახალგაზრდებთან. რატომ? იმიტომ რომ ერთი მხრივ შენარჩუნდეს სურვილი ქართველ ახალგაზრდებში რომ თქვათ დავიბრუნოთ აფხაზეთი და ცხენოს რეგიონი და მეორე მხრივ ახლებური ხედვით მოხდეს კონფლიქტის ტრანსფორმაცია და შედეგზე გავიდეთ როგორც ასეთი. კი, ძალიან საინტერესო არის ახალგაზრდების რესურსი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ თუნდაც შეიძლება რაღაც მხრივ ნაკლები მიკერძოება აქვთ, ნაკლები ემოციები ამ პრობლემებთან დაკავშირებით და უფრო მეტად შეეძლებოდათ თუნდაც პრაგმატიზმის გამოჩენა ამ შემთხვევაში და ამის დიდი მეც გამოვთქვა მეც. თუ შეიძლება ახლა ეს აფხაზური მედია მონიტორინგი ახსენე და ძალიან საინტერესოა აფხაზეთში როგორ განიხილება ქართველებთან დაკავშირებული საკითხები, ან საერთოდ რა განიხილება, რითი ცხოვრობს აფხაზური საზოგადოება, აი თქვენი დაკვირვებით, რაც ესე იგი რაც ამუშავეთის აფხაზური მედია. აფხაზური ზოგადად საზოგადოებები ცხოვრების ყოფით დონეზე რა თქმა უნდა როგორც წესი არ განსხვავდებიან და იქაც ისევე როგორც ჩვენთან ახალგაზრდები მეტწილად ჩვეულებრივი ყოფითი საქმიანობით არიან დაკავებულები, თუმცა მათ მაინც ნაკლებად აქვს როგორც წესი შესაძლებლობა პირველ რიგში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების რა თქმა უნდა ამ უფლებით რეალიზების და გარკვეულ ჩარჩოებში არიან მოქცეულნი. რაც შეეხება აფხაზური საზოგადოების და კონკრეტულად ახალგაზრდების დამოკიდებულებას ჩვენთან ანუ ქართულ საზოგადოებასთან მიმართებით მედია საშუალებებში თუ ძალიან ასე ვთქვათ მაინც მცირე დოზით, მაგრამ თუ კი შეინიშნება არის საუბარი ქართულ საზოგადოებაზე და საქართველოს როგორც მეზობელი სახელმწიფო ესე არის რა თქმა უნდა აღქმული მათი მხრიდან უფრო მეტად არის ნეგატიური ძირითად ნაწილში რა თქმა უნდა ეს არის და ბუნებრივია ეს არის ნეგატიური ტონი, ნეგატიური ასე ვთქვათ შეფასებები, დამოკიდებულებები და რაც სამწუხაროა რა თქმა უნდა ამ ხრივ ვფიქრობთ ჩვენს როგორც არასამთავრობო და კერძო სექტორმა ასევე სახელმწიფო დონეზეც უფრო მეტად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის რომ ვთქვათ რიტორიკა როგორც ასეთი შეიცვალოს მინიმუმ მაინც შესაძლებლობა შეიქმნას იმისთვის რომ ვთქვათ საუბარი დიალოგი შედგეს უფრო ეფექტიანი იყოს და ვთქვათ შედეგზე ორიენტირებული. აი საინტერესო არის ზუსტად ეს რაც ითქვა რომ უნდა ვიმუშაოთ ამასთან დაკავშირებით და ამ კითხვა მიგვიყვანა უკვე სამომავლო გეგმების კითხვასთან დაკავშირებით რუსკა შენთან გადმოვალ პრინციპში ჩვენ ნელ-ნელა გადაცემას დავხურავთ კიდეც მალე და რა სამომავლო გეგმებზე რო გითხრა უფრო მეტი ჩვენი ინიციატივის და ასევე მაინც გადაცემის ბოლოს ტრადიციული კითხვა არის უკვე ბოლო ორი გადაცემა ამ კითხვას სვამ და თქვენს დაკისვამთ უფრო ზოგადი ხასიათის არის რა არის ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი საქართველოში ეს შეიძლება იყოს გამოწვევა შეიძლება იყოს პირიქით რაღაც ინიციატივა იდეა რომელიც ამ გამოწვევას უპასუხებს ნებისმიერ რამ რაც თქვენ მიგაჩნიათ რუსკა მოდი შენგან დავიწყებ კი, სამომავლო გეგმები ნამდვილად გვაქვს და ეს გარკვეულწილად ხმამაღალი ნათქვამი არ გამომივა ალბათ ჩვენი საცდელი პროექტი რაც იყო ეს ბლოგი და ნახეთ რომ კარგად წარმატებით მუშაობს ზუსტად ამ მიმართულებით ვაპირებთ გავაგრძელოთ მაგრამ გარკვეული ელემენტების დამატებით იგივე ვიდეო პროექტები რომელიც პანდემიის გამო შენელდა და მიზნად ისახავდა რომ ცოტა ესეთი სრულმასშტაბიანი ინტერვიუები ყოფილიყო სხვადასხვა წარმოადგენელთა საზოგადოების რომელიც აინტერესებს ახალგაზრდებს და მათთვის მნიშვნელოვანია ამის გაგრძელებას აუცილებლად ვაპირებთ ასევე ვაპირებთ რომ გავაფართოვოთ
ჩვენი მონაწილეების წრე და უფრო მრავალფეროვანი გავხადოთ, იმიტომ რომ სამწუხაროდ მხოლოდ ჩვენ მუშაობთ მშვიდობის თემაზე, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ საქართველოში არ არის გაყინული კონფლიქტი და შესაბამისად ჩვენი ვაპირებთ სხვა ადამიანებსაც მივცეთ იმის საშუალება, რომ გამოხატონ თავიანთი პოზიცია, მოყვენ თავიანთი ისტორიები, შესაბამისად ამ მიმართულებითაც ვიმუშავებთ. ვაპირებთ ასევე სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას, ახალ ფორმატებზეც მუშაობთ პრინციპში, მაგრამ ამაზე ჯერ ვერ გავაცხადებთ, იმიტომ რომ ეს დამუშავების პროცესში არის და ასე ვაპირებთ, რომ მაქსიმალურად გავაფართოვოთ ახალგაზრდების წრე, რომლებიც ინფორმირებული იქნებიან ამ კონფლიქტების შესახებ, იმიტომ რომ გამოკითხვაზე ვისაუბრეთ უკვე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ დღესდღეობით საზოგადოებაში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში ძალიან მწირი ინფორმაცია არის თვითონ კონფლიქტების შესახებ და თუ არ გააქვს დაუშვათ საკმარის ინფორმაცია კონფლიქტებზე, ვერ იფიქრებ მის გადაწყვეტაზე. და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ პირველ რიგში მუშაობთ ჩვენი საზოგადოების ესე იგი ცნობიერების ამაღლებაზე და ინფორმირებულობის გაზრდაზე, ყველა სამომავლო ღონისძიება ჯერჯერობით იგეგმება ჩვენ საზოგადოებაზე უხეშად რო ვთქვათ სამუშაოდ, რომ მათ მივცეთ იმის საშუალება, რომ გადაიაზრონ, მეტი გაიგონ, სხვანაირი თვალით შეხედონ და ასე შემდეგ. მგონი ეს გიორგისთან მინდა გადავიდე, თუ რამეს დაამატებს უკვე ინიციატივასთან დაკავშირებით და ასევე ის კითხვა, რომელიც თქვით ახალგაზრდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის შენი აზრით? მადლობა, ესმა. კი დავამატებდი, სამწუხაროდ აი პანდემიის პერიოდმა ჩვენზეც მოახდინა ზეგავლენა, რაღაცები გქონდა დაგეგმილი, იგივე დისკუსიები, ფიზიკური შეხვედრები ადამიანებთან და ახალგაზრდებთან განსაკუთრებით და აი ამ თემებზე საუბარი, თუმცა სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ აი ამ პანდემიის პირობებში და გეგმავთ სხვა ტიპის აქტივობებს, იგივე როგორც რუსკამ ახსენა, გავაგრძელებთ ალბათ ბლოგებზე და სხვა ტიპის შემეცნებით და სადისკუსიო თემებზე მსჯელობას, ასევე ვიდეოებს ნაწილობრივ ვეცდებით, რომ გავაგრძელოთ ეს მიმართულებაც და სხვა რაღაც სიახლეებიც შევიტანოთ ჩვენ საქმიანობაში და ახლა კიდევ ერთხელ მოვუწოდებ თქვენს მაყურებელს ან მსმენელს, რომელიც გვისმენს ჩვენ, რომ ყველასთვის ღიაა ჩვენი კარი, ვისაც სურს, რომ ამ თემებზე თავიანთი მოსაზრებები გამოთქვან და გაუზიარონ სხვებს და დაგვიკავშირდნენ როგორც შეძლებენ და შეუძლიათ, რომ შემოგვიერთდნენ მათ. რადგან აი ამ თემებზე დისკუსია, პრობლემები, აი დევნილების პრობლემებზე მსჯელობა თუ ზოგადად კონფლიქტების შემდეგ ცხოვრებაზე მსჯელობა ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მოვისმენთ ყველა ადამიანის, ესე ვთქვათ, ინდივიდუალურ გამოცდილებას და ცხოვრების გზას, რომელიც მათ გავლო და სიამოვნებით ჩვენც განვათავსებთ ჩვენს გვერდზე მათ გამოცდილებას, ამიტომ ამ მიმართულებითაც ღია ვართ და ყველას მოვუწოდებ, რომ შემოგვიერთდნენ, როგორც თუ ექნებათ სურვილი, რა თქმა უნდა. ეხლა შენ კითხვას რა დაუბრუნდე, რა პრობლემები აქვს ახალგაზრდებთან, რა არის ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი, ხო? თუ სწორედ გავიგე შეკითხვა. კი, ნამდვილად. მე ვფიქრობ, რომ აი ამ საქმიანობასაც ჩვენ ვაკეთებთ და არა მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდებისთვის არის განათლება, იმიტომ რომ თუ ადამიანებს არ ექნებათ შესაბამისი განათლება, ისინი ვერ შეძლებენ ვერანაირი ვერც კონფლიქტის მოგვარებას, ვერც რაღაც ფართო დისკუსიის დაწყებას, თუნდაც ამ თემებზე, თუნდაც ზოგადად და ამიტომ მგონია, რომ განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ახალგაზრდებისთვის და მე არა მარტო აი ამ პროექტის ფარგლებში, არამედ სხვანაირადაც ვცდილობ, რომ როგორმე მივაწოდო სხვა ახალგაზრდებს, რომ დაინტერესდნენ არა მარტო საუნივერსიტეტო განათლებით, არამედ სხვა რაღაც პრობლემებით, რომლებიც მერე თავიანთ შეხედულებებს შეცვლის, თავიანთ პოზიციებს ჩამოაყალიბებს და გვექნება უფრო განათლებული საზოგადოება, იმიტომ რომ თუ გსურს ჩვენ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა, განათლება არის ფუნდამენტი, რომლის გარეშეც სხვა ვერანაირი, ესე ვთქვათ, კეთილდღეობა ვერ შეცვლის, ამის ვერ შექმნის მის ჩამოყალიბებას, ამიტომ მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს განათლება, მიმართულება იქნება კონფლიქტების მიმართულებით, ეს იქნება სპორტის მიმართულებით თუ სხვა სოციალურ და მეცნიერ, სოციალურ და
პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით, საბუნების მეცნიერებების თუ სხვა მიმართულებით ყველა ტიპის განათლება არის მნიშვნელოვანი და აი როდესაც ჩვენ კვლევასაც ვაკეთებთ, აქ ეგეთ გამოჩნდა, რომ ჩვენი საზოგადოება ჩვენ უფრო მეტი ხელმისაწვდომობა გვაქვს აი ამ განათლებაზე, თუნდაც უცხოეთის მიმართულებით, თუნდაც საქართველოში და ამიტომ მგონია, რომ ის შანსები, რაც დღეს აქვთ ახალგაზრდებს, უნდა გამოიყენონ მაქსიმალურად და ჩვენი ჩართულობაც აი ამ ეტაპზე იქნება მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო კითხვაა, სხვათა შორის მგონია, რომ აი ეს პრობლემა და მნიშვნელობა არის განათლება დღევანდელი ახალგაზრდების. ვახო, შენთან გადმოვალ იგივე კითხვით, რა არის შენი აზრით ახალგაზრდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? გიორგის ასე რომ ვთქვათ, თემას გავაგრძელებ, განათლება შევეხმიანები იმ კუთხით, რომ აი ისტორიის სახელმძღვანელოებში არსებული ასე რომ ვთქვათ, ძალიან მძიმე მდგომარეობა იმ მხრივ, რომ აი კონფლიქტებთან მიმართებით ფაქტობრივად ჩვენი სახელმძღვანელოები და ეს 2019 წელს ჩატარებულმა კვლევებმა საჩვენა, რომ ცამხრივი აზრის მატარებელია და რეალურად ყურადღების მიღმა რჩება მეორე მხარის აღქმები და პერსპექტივები. ეს ერთი პრობლემა, ანუ განათლება მეც ნამდვილად ვიზიარებ და აუცილებლად უნდა აღვნიშნო და მეორე ეს არის რაც ჩვენმა კვლევებმა საჩვენა, ინფორმაციის დონე, ანუ ინფორმაციის ნაკლებობა. რაშიც განსაკუთრებულად დიდი წვლილი უნდა მიუძღოდეს ინფორმირებულობის ზრდაში ქართულ მედია საშუალებებს. სამწუხაროდ არა მხოლოდ ჩვენ, ასევე სხვა კვლევებმა საჩვენა, რომ ქართული მედია საშუალებები კონფლიქტების შესახებ და ასე ვთქვათ კონფლიქტურ რეგიონებში მიმდინარე პროცესების შესახებ ძალიან მცირე და მწირი ასე ვთქვათ მოცულობით აშუქებს ინფორმაციას, რაც ჩვენი კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდებში ასე რომ ვთქვათ კონფლიქტებთან დაკავშირებით ინტერესს ქვემოთ წევს ერთი მხრივ და მეორე მხრივ ინტერესის კლება იწვევს თავისთავად იმას, რომ ინდიფერენტულობა იმატებს და საკითხით საერთოდ ახალგაზრდები ნაკლებად ინტერესდებიან. ამიტომ რასაც ვისურვებდი, რომ მედია მაქსიმალურად გააქტიურდეს, რომ ინფორმირებულობის დონე გაიზარდოს და ჩვენი მხრივ ამ პრობლემასთან დაკავშირებით მუშაობთ ჩვენი პროექტებით, რომ ვთქვათ, მაქსიმალურად შევწყოთ ხელი როგორც ახალგაზრდებს, ასევე ჩვენ სხვა მოქალაქეებსაც, რომ გაიზარდოს მათში კონფლიქტებთან დაკავშირებით ინფორმირებულობის დონე. მე წარმატებები მინდა, რა თქმა უნდა, ვუსურვო ამ ინიციატივას და რუსკამ სწორედ თქვა, რომ საინტერესო იქნებოდა თუნდაც სხვა კონფლიქტებისკენ გახედვაც, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირ განცდას გაგვიჩენდა სხვა კონფლიქტების შესახებ ინფორმირებულობა, რომ მარტოები არ ვართ ამ პრობლემის წინაშე, რომ სხვასაც გაუვლია მსგავსი და რაღაც თუნდაც დადებითი გამოცდილებებიც შევისწავლოთ სხვა ქვეყნებში, სხვა რეგიონებში არსებული შერიგების თუნდაც მაგალითები ან კონფლიქტის განელების და განეტრალების სხვა გამოცდილებები. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. წარმატება რა თქმა უნდა ჩვენს ინიციატივას, მეც ერთ-ერთი ბლოგერი ვარ მათ შორის იქ და ვისაც მეტი გსურთ რომ გაიგოთ ახალგაზრდების ალტერნატიულ სამშვიდობო პოზიციაზე, შეგიძლიათ დაიმატოთ Facebook გვერდი მე-16 ელემენტი, ასე არსებობს Facebook ვებსაიტი 16element.g უკვე სრულფასოვანი ვებსაიტია, სადაც ასევე იდება ჩვენი ბლოგები. მე კი ზუსტად ერთი კვირის დაგემშვიდობებით დროებით.